დავიწყე მეგობრებო ახალი ვლოგის ჩაწერა. ვინაიდან დღესაც არაფერი გქონდა საქმე, წამოვედით ტომარესში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი არის ჩვენი ქალაქის და მოვედით აი ამ მაღაზიაში, რომელსაც ქვია IKEA. არის ყველაზე დიდი ცენტრი ავეჯის, ტექნიკის და ეგეთი რაღაცების და ერთად დავათვალიეროთ. მოვედით ზუსტად იმ ადგილას, რომელ ადგილასაც ვიყიდეთ მატრასი და საწოლი და გახსოვთ მაშინ რომ ვერ გაჩვენეთ რომელი საძნებელი მომეწონა. აი შესასვლელში ვერ შემოდიხარ თუ არა პირველივე არის და მე აქ აღარ მოვხვდით და შესაბამისად ვერ გაჩვენეთ და აი ეს იყო. ნახეთ როგორ ფერებშია. მუქ ლურჯ ფერებშია, ძალიან მომეწონა. ესეთი ულამაზესი ავეჯით. იქით ულამაზესი სარკე. 169 евро. გადავხედოთ აბა რაღაცეების ფასებს. კომოდია 250 евро. 79 евро. 50 евро, ესეც 50. ეს სარკე 170. ეს დასაფრენი 13 евро და ანუ ესე დეტალურად აწერია მე თითოეულ რაღაცას თავისი ფასი. ესეც ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელია. მაგრამ აი მაგ საძნებელზე გავგიშდი, ეგეთი მინდა. აუ ესეთი ფერებიც ძალიან მომწონს. მისაღებში ძალიან ლამაზია. ჩვენ ახლა აქ დიდხანს აღარ გავჩერდებით, იმიტომ რომ მაშინაც რასაც ქვია დაწვრილებით დაგათვალიერებინეთ და ჩვენს ყველაფერი დეტალებში ვნახეთ, ამიტომ ახლა რასაც ხედავთ უკვე ყველაფერი ვიცით, თავის ფასებით და ყველაფრით. ჩვენ უნდა ჩავიდეთ ახლა სამზარეულოს ნივთებში. გვინდა რომ ვიყიდოთ ტაფა, ასევე გვინდა რომ ვიყიდოთ ჩოფერი ხორცისთვის და ეგეთი რაღაცეები რა. ხო და ზუსტად არ ვიცით ეგ ნივთები საით არის და ახლა ვეძებთ. აი ნახეთ ახლა ეს ტაფები, ეს პატარები ღირს 7 евро და ეს დიდები, აი ესეთები ღირს 10 евро. ალბათ დიდ სავიღოთ, ხო? აი ასე გამოიყურება 28 სანტიმეტრიანია, აი აქ აწერია. და მომაი გაიტაფა. 359 евро ის ახლა ეს სარეცხვის მანქანა. ეს ღირს 35 евро. ეს 1 евро. ესე იგი ტაფა ავიღეთ, მაგრამ ჩოფერი და მსგავსი რაღაცეები არ აქვთ. ძალიან გამიკვირდა, მეგონა ყველაფერი ერთ სივრცეში ეკნებოდათ, მაგრამ თურმე ის ჩოფერი და რაღაცეები სხვაგან იყიდება და ეხლა უნდა წავიდეთ იქ, გადავიხდით ამ ტაფას და წავალთ, რომ არ დაიხუროს მანამდე. ჩვენ გვეგონა რაც იქ ეწყოთ, აი იმ პატარა სივრცეში, ეგ იყო ამათი ჭურჭლის არჩევანი რა და ეხლა ჩამოვედით, შეხედეთ სად, აი ყველაფერი არის აბსოლუტურად ყველანაირი. ყველანაირი ფერში, ყველანაირი ზომაში, ყველანაირი ფასში და ეხლა გადავხედავთ თუ კეთილ ტაფას ნახავთ, მაგას ავიღებთ თუ არა და რაც გვაქვს ეგ. აი ამ ცენტრის სრულიად დათვალიერება არის ჩვეულებრივი კარდიო ვარჯიში. გინდ დარბაზში მოსხარ და კარდიო გაგიკეთებია, გინდ აქ მოსხარ. იცით რამდენი ხანია დავდივართ? ძლივს გამოვედით. ესე ისრები აქვს დახატული რა ქვემოთ, რომ არ აგერიოს გზა და მაგისრებს მოვყვებით რამდენი ხანია და როგორ ჭკვიანურად აქვს ნახე გაკეთებული, მთელი ცენტრი უნდა დაიარო, რომ გამოხვიდე და შეძლო გადახდა. და მაგ გავლა გამოვლის დროს აუცილებლად კიდე მოგეწონება რაღაცეები აიღებ და შეიძენ და რა თქმა უნდა ამათთვის მეტი სარგებელი იქნება. აი უზარმაზარი იყო მართლა და ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ დღეს ფეხების დღე გვქონდა, დარბაზშიც ვიყავით და ძლივს დავატარებ ამ ფეხებს. ესე იგი მეგობრებო, ჩვენ უკვე გავედით გარეთ გაჩერებაზე, ვაპირებდით სახლში წასვლას, თუმცა ავტობუსები როგორც ჩანს აქეთ კარგად არ მოძრაობენ, იმიტომ რომ 40 წუთი ეწერა მოსვლის დრო და მეთქი 40 წუთი გაჩერებაზე რა ვაკეთოთ თქო და შემოვბრუნდით უკან, იმიტომ რომ მაგ უზარმაზარი მაღაზიის გვერდზე კიდე ესეთი უზარმაზარი მოლი იყო. ნახეთ? ხო და ეგ 40 წუთი იგრძნობას, ეხლა აქ გავივლით, ნახოთ რა ხდება. ოი, ბერშკა, რაც აქ ვარ, მე მგონი პირველად დავინახე. და დავათვალიერებთ რაღაცებს და სადღაც 30 წუთში გავალთ, რომ ავტობუსმა არ გაგვასწროს. ნახეთ რა ვნახეთ აქ.
ესეთი პაკეტები არის 3 ცალი აწერია, რო გახსნე კიდე 3 ცალი და შიგნით რა. და მერკადონას ხო აქვს აქ მიკროტალღურები და ყველაფერი და შეგიძლია რომელიმე აიღო, გახვიდე მერე კვების სივრცეში და ააფეთქო და ჭამო. გავტესტოთ? ეს არის ტკბილი ვერსია დულსეს. ეს არის მანთეკით, იმით რა ქვია, კარაქით და ეს არის ჩვეულებრივი მარილი. ოკეი, ვნახოთ. ოთხი წუთი ჭირდება დარწმუნებული ხარ? წერია. უი 2-3-ო, არა. ამოვიღებ ცოტა. მოიდება. გემრიელობა. ნახეთ როგორი გახდა. გახსენიება? ცხელია ჯერ გარეთ. ძალიან გემრიელია. ამასობაში 40 წუთიც გავიდა და მოვიდით გაჩერებაზე. ახლა მოვა ავტობუსში და წავალთ უკან. ძლივს გამოვიდა ამინდები. დღეს არის 11 თებერვალი. მოვედით, არ ვიცი სად მოვედით, Basic Fit ვხედავ დარბას და აქეთ არის დიდი მარკეტი, სადაც შესაძლებელია შეიძინო ტექნიკა. როგორც იცით, იქ IKEA-ში ვერ შევიძინეთ ჩოფერი, ხო და დღეს მოვედით აქ შესაძენად. შემოვედით და აი იმდენად დიდია, რომ ვერ აგიღწევთ ნახე. და ყველაფერი არის აბსოლუტურად, რაც ტექნიკასთან არის კავშირში. 590-ია, 597 ევროა შესაძლოა. მე უნდა მეყიდა ფენი რა, არ მაქვს რა თქმა უნდა და ეხლა აღარ მჭირდება პატას ფიცოლა მთხოვლობს ხოლმე, მაგრამ ისე 15 ევროდან იწყება ფასები, ნუ ეხლა ეს პატარაა. ჩემთ მას კი ეყოფა, მაგრამ აი ალბათ უფრო აი ამ ხელას ვიყიდიდი, ეს ღირს 18 ევრო, ეს ღირს 22 ევრო, 1 ევროდან თვეშიო. ამაზე არ მგონია ვინმეს დაჭირდეს განმადების გაკეთება, მაგრამ მაინც. სხვათა შორის, მე არ ვიცი ხა მე თერაპია შემძენია და როგორ კეთდება ეს განმადებები არ ვიცი, მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტია, როგორც გავიგე განმადებებზე. აი იმდენად დაბალი, რომ ჩათვალე ნამატს ფაქტობრივად არ იხდი რა. ხო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ სამომავლოდ რაღაცების ყიდვა რო დაგჭირდება ხოლმე, განმადებას ალბათ გამოვიყენებთ ხოლმე. ეს ყავის აპარატებია. 251, 379, 359. ყავის აპარატები ბას. ეს ჩვენ არ დაგჭირდება ჩვენ სახლში, იმიტომ რომ ჩვენ ყავას ავსვამთ მე და პატა. ხო. აქ უშუალოდ ყავები. ყავის აპარატს რო შეიძენ, შეგიძლია ყავაც გააყოლო. ორი კარგი სუნი. არა და ისიც როგორ მიყვარს ყავა, მაგრამ ძალიან რომ მიყვარს და მაგის გარეშე რომ მე ვეღარ ვფხიზლდები ხოლმე და ჩემს განწყობაზე რომ ძალიან მოქმედებს, ზუსტად მაგიტო არის. აქ არის ტოსტერები, ესეც აუცილებლად დაგჭირდება ჩვენს სახლში სამომავლოდ. დატოსტილი რაღაცები ძალიან მიყვარს და თან ბევრი ისეთი რეცეპტი ვიცი, რაც ისეთი არა, ჯანსაღი ტოსტები შეგიძლია რომ გააკეთო ყოველგვარი კვების დარღვევის გარეშე. ამიტომ სამომავლოდ ესეც დაგჭირდება. აუ აი ეს მომწონს ძალიან რა. ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე, ამაში მოათავსებენ ხოლმე ხილს, ეგეთ რაღაცებს. მე ესე გააკეთებ და სმუზი შეგიძლია გააკეთო, შეიკი შეგიძლია გააკეთო და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ბლენდერების ძალიან კაია მაგისთვის და მე ყოველთვის ბლენდერს ვიყენებდი ხოლმე, მაგრამ მე აი ამეებში რეცხვა მაგრად მეძარება. თან ისე ძალიან ჩააჯდება ხოლმე, რომ ძალიან რთულია გასარეცხად და ის ვფიქრობ, ბევრად უფრო კომფორტული იქნება. მაგას ვიყიდი. აუ ესეც დაგჭირდება. ჩვენ ქათმის მოყვარული ხალხი ვართ. ამიტომ ქათმის და კიდე რაღაცების მოსამზადებლად აუცილებლად დაგჭირდება ხოლმე ეს. უთოები არის აქეთ, ვერ ვიტან უთოებს. არ ვიყიდი. რამდენი ტანსაცმელიც ვიყიდე ისეთი, რაც საჭიროებდა გაუთოებას, არც ერთხელ არ ჩავიცვი ის ტანსაცმელები იმდენად მძულს გაუთოების პროცესი, ამიტომ არ ვიყიდი. ეს ღირს 500 ევრო. შეგიძლია 5 ევროდ იყიდო. თვეში გადაიხდი 5 ევროს, მაგრამ რამდენი თო გაგრძელდება? მაგაშია საქმე. აუ ბას ნახე თამაშები. აქ არა აქვს მაღალი პროცენტები, ამიტომ ყოველთვის მგონია ხოლმე რომ ეს თამაშები რთულია და ვერ შევძლებ თამაშს. ამას შეხედეთ. Cool. ეხლა ჩვენ რაზე ვსჯელობთ, ესეთი გვექნება თუ ესეთი გვექნება, მაგაში ვსჯელობთ სამომავლოდ და მე ვამბობ რომ უეჭველი ესეთი, იმიტომ რომ აი ამის გაწმენდაზე და გასუფთავებაზე მეტად არაფერი არ მძულს.
არათა სუსაწმენდი და სულ გასაცდელია თუ არა და ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, რომ აი თითქოს ძალიან ბინძური ხარ. ამიტომ შანსი არა გამორიცხეთ. ჩვენ გვექნება ესეც. აბა ნახოთ 800 евро შეგვახვედე შეგნით როგორ გამოიყურება. Cool. ეს რაც ვიწროა. აი განიერი რაც იყო ნახე. აქცია არის 1059-ის ნაცვლად დღეს ახლა 829. აუ ეს მაგარია. განიერია შეხედეთ. მაგარია ეს. რაც შეეხება იმას, რისთვისაც ვართ მოსულები, ეს ნახეთ, ღირს 12 евро და ეს ნახეთ, ღირს 38 евро, მაგრამ არც ერთი არ მოგვეწონა. პატას უფრო დიდი უნდა რა, რაღაცნაირად უფრო ბევრი ხორცი რომ მოათავსოს ხოლმე შიგნით და ესე პატარ-პატარაზე არ იწოლოს და ეხლა ვკითხეთ კონსულტაციას უფრო დიდი თუ გქონდათ და ამ ეტაპზე არ გვაქვს დავჭით ესე ისევ რა გახდა ხო ეს შოფერი რამდენი ხანია ვერ ვიყიდეთ. პატას ბიცოლომ გვითხრა რომ კარფურში არისო ტექნიკებია და იქაც ნახეთო და იქიდან 18 წუთის გზაზე იყო ფეხით ამოვედით და ეხლა აქაც ნახავთ. ძალიან ბევრი ტექნიკა ჰქონია კარფურსაც. იმ დღეს ხო ვიყავით ჩვენ აქ, მაგრამ ვერ დავათვალიერეთ უფრო საჭმელებს და ეგეთ რაღაცებს ვათვალიერებდით და ტექნიკაში არ შემოვსულვართ და ტექნიკაც არ აქვს ცოტა. ვინც ეძებს პაულობს რა, მივაგენით. 20 евро ღირს. მგონი იდეალური ზომაა. ესე იგი ეს ორი ავიღეთ, ჩვენ არ ვიცოდით შედარება რაც გავაკეთეთ შედარება და მე ჩატს ჩაუგდე სურათი რა, აქედან რომელია უკეთესი თქო და ყველა ვარიანტი ეს გვირჩია, იმიტომ რომ ბევრ უკეთესი ხარისხი აქვსო, 4-დან აქვსო, უკეთესი მასალისგან არის გაკეთებულიო და ასე შემდეგ, ამიტომ მაგას ავიღებთ ღირს 20 евро. ვიყიდეთ, წავედით ახლა გაკვეთილზე. მიგვაქვს ყველაფერი სახლში პროდუქტებიც ვიყიდეთ და გადავწყვეტეთ რომ ცოტა და პროდუქტები წავიღოთ ხოლმე სახლში, იმიტომ რომ ბევრი რო გვიგროვდება, მე სახლი არც თუ ისე ახლოს არის და ძალიან რთული წესაღებია ხოლმე და ცოტა წავიღებთ ხოლმე ყოველდღიურად რომ ისე ძალიან ბევრი აღარ დაგვიგროვდეს. დღეს ისეთი კარგი ამინდი გამოვიდა სევილიაში, რომ სახლში დარჩენა ჩვეულებრივი დანაშაული იქნებოდა, მით უმეტეს ისეთ ცუდ ამინდებში ვიყავით გამოსულები და ისეთ ცუდ ამინდებში ვიარეთ ქალაქის დასათვალიერებლად, რომ რა ვიცი. მოვედით ახლა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ვართ, ამ ადგილას იმართება ხოლმე ფერიას ბაზრობა, როგორც გავიგე, უბრალოდ დაგვიანებით მოვედით. დღის პირველ ნახევარში იმართება ხოლმე და როგორც ხედავთ, არაფერი აღარ ხდება და შიგნით, არ ვიცი, რა წამოშევიდეთ. ფერიას ქუჩიდან აქეთ გადმოვედით და ეხლა მივდივართ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. აქაც არ მოძრაობს მეტრო, ან უნდა ამოხვიდე ავტობუსით, ან ფეხით უნდა ამოხვიდე და რახან წინა ვლოგში ვიყავით ქალაქის სამხრეთ ნაწილში, სადაც ასევე არ მოძრაობდა მეტრო. დღეს გადავწყვეტეთ, რომ ჩრდილოეთიც გვენახა, რომ ვიცოდეთ განსხვავება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეხლა მაჩვენებს დანამატების მაღაზიას. დავინახე. აუ დღეს მაგრად ცხელა მინდა გითხრათ. კურტკა მაცვია, შიგნიდან ერთი გრძელმკლავიანი, მაგრამ ძალიან დაცხაი ძალიან. მე მგონი კურტკის სეზონი გავუშვით ერთიანად. აი, მოვედით. ეს არის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი, მაკარენა. ლამაზია ხო? ჯერჯერობით ჩრდილოეთ და სამხრეთს რო ვადარებ, ჩრდილოეთი ბევრად უფრო აქტიურია, აი ბევრად. ამ სიარულში ვნახეთ ჩვენი დარბაზის მეორე ფილიალი. საერთოდ არ ველოდი არც მებზე მინახავს არაფერი და ვინაიდან დრო გვაქვს, შევალთ ახლა და მეორე ფილიალში ვივარჯიშებთ. იმიტომ რომ როცა ყიდულობ აბონემენტს ნებისმიერ ფილიალში შეგიძლია რომ ივარჯიშო. ესე იგი, იმდენად იდენტურია იმ ფილიალის, სადაც დავდივარ, რომ თითქმის არ არის განსხვავება, უბრალოდ განლაგება არის სხვანაირი რა. აქ არის საშხაპეები, იქით არის საპირფარეშოები, აქ არის კარადები, ეს სკამი ზუსტად იგივე დგას და წარმოიდგინეთ, ეს სკამიც კი ზუსტად იდენტური დგას იმ ფილიალში, სადაც დავდივარ. აუ ნახეთ რა მაგარი სივრცე აქვს. ეს არის პოუზინგისთვის გაკეთებული რა, აი ბოდიბილდერები რო
პირობითად ვარჯიშობენ ხოლმე პოზირებაში ან რაღაცა მსგავსი, ან თუნდაც შეგიძლია შემოხვიდე შენი შტატივით და გადაიღო ნებისმიერი რაღაცა და გავგიჟდი ისე მომეწონა. ეს სიმართლე გითხრათ, ჩემ დარბაზში არ მინახავს იმ ფილიალში, რომელშიც დავდივარ და ეხლა ჩემ თავს უბრალოდ შეიძლება კარგად ხარ მოვიძიე მეთქი, იმიტომ რომ იმდენად იდენტური დარბაზებია, რომ ვფიქრობ, რომ ჩემთანაც იქნება და აუცილებლად ვნახავ. რა თქმა უნდა, ჩვენ დარბაზიდან არ გავიდოდით ისე, რომ წვენი არ ჩამოგვესხა. პოზირების ოთახი რომ ვნახე და გავგიჟდი და გადავირიე, მე აქეთ გამოვედით და აშკარად ბევრად უფრო დიდი არჩევანი აქვთ ვიდრე ჩვენს დარბაზში და ნუ მოსალოდნელიც არის ახლა უფრო ცენტრალურ ნაწილში ვართ ქალაქის, ვიდრე არის ჩვენი დარბაზი. ხო და პატამ ნახა განსხვავებული წვენი, ეს არის ვაშლის წვენი, ჩვენს დარბაზში არ არის და რა თქმა უნდა, მაგარომაც გავსინჯავდით ახლა. მე ანანასი. გასინჯავ. ჩვენ ლიმონი გვაქვს, მაგრამ ისა გამოლეული იყო არომატი და არასხამდა. არა, კაია. ლიმონი იდეალურია. მომეწონა ეს დარბაზი. რა თქმა უნდა, გაქცეულზე ვჭამთ, რომ სკოლაში მივასწროს. ნახეთ, სად ვართ, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი, ნერვიონი. აქ არის უდიდესი სტადიონი სევილიის და ეხლა დიდი სიამოვნებით შევიდოდით მე და პატა უბრალოდ 15 წუთში გვეწყება გაკვეთილი და მე მიჩვენებს, რომ ზუსტად 15 წუთში მივალთ დანიშნულების ადგილას, ამიტომ ვცდილობთ, რომ საერთოდ არ გავჩერდეს. ხო და ხოლო რომ გამოვიდეთ მაგაზე დავფიქრდი, იმიტომ რომ ეს ადგილი არ გვინახავს, რასაც ქვია შევისისხლ ხორცეთ მთელი ქალაქი, ისეთი ადგილები დავათვალიერეთ, მართლა ხალხი აქ წლები რო ცხოვრობს, გვეუბნებიან რომ მანდ ნამყოფი არა ვარ, ეგს არ ნახეთ და ასე შემდეგ, აი ავითვისეთ, რასაც ქვია და ეს ადგილი არ ამითვისებია. ამიტომ ხვალ გადავდებ აქ წამოსვლას. აუ ნახეთ რა კაი ადგილია. ყველაზე მეტად ეს ადგილი მომეწონა ქალაქში. ამას წინათაც ვიყავით საქმეზე და მაშინვე დავამღამე რომ მეთქი ეს აქტიური ადგილი მომწონს. ესე იგი მოძრაობის დროს აშკარად შევამჩნიეთ რომ იქაც ნამყოფი ვართ იქაც ძალიან ბევრი ადგილი გვეცნობა უკვე და მეთქი ნეტა რამხელა არის ეს ქალაქი კვადრატულობით მეთქი და ჩათს ვკითხეთ რომ შეგვიდარე სევილია თბილისთან და აღმოჩნდა რომ სევილია არის 151 კვადრატული კილომეტრი, თბილისი არის 720, რაც იმას ნიშნავს რომ 5-ჯერ დიდი არის თბილისი ამ ქალაქსა და მაგიტომაც არის რომ აი ფეხით გადაადგილდები ყველგან, მიდიხარ, მოდიხარ და რავი, შეიძლება მართლა ერთ დღეში თავიდან ბოლომდე დაათვალიერო. ესე იგი, დღევანდელი დღე რო შევაჯამოთ, ვნახეთ ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი, შემდგომ ვივარჯიშეთ ჩვენი დარბაზის სხვა ფილიალში, შემდეგ წავედით მასწავლებელთან და ეხლა მივდივართ სახლში. დღეს ბედნიერია, ფეხბურთის ღია აქვს და აქ ხშირად აქვს ხოლმე ეგ ბედნიერება, იმიტომ რომ ხშირად უყურებს თამაშებს. მოვედი ახლა დარბაზში, უნდა ვივარჯიშო და როგორც თქვი, შევამოწმე, აქაც გქონდა თუ არა პოზირების ოთახი და გქონია, როგორც ვარაუდობდი, აქაც გქონია, უბრალოდ ცოტა იქით მხარეს იყო, საით მხარესაც არასდროს არ შევსულვარ და მაგიტო ვერ დავინახეთ. აი, ეს არის ახლა გასვლისას შემოვიყვანი პატა, მოდი განახოთ ხო რა. ვალენტინობისთვის აქვთ მორთული ლამაზად. ვიყიდო შტატივი და მე ვიცი. ძალიან ლამაზ კონტენტს გადავიდებ ხოლმე, აქ პოზირებას გადავიდებ ხოლმე. რაღაცებს. სიტყვებს სწავლობ. აქ მაგ ჩაი. აქ არის გამათბობელი. მუესტრა ასევე ორი მნიშვნელობით შეიძლება რომ ნახოთ, ნიმუში და ჩვენება. Una muestra gratis არის მაგალითად უფასო ნიმუში და ella muestra su trabajo თავის ნამუშევრს აჩვენებს. ეს ფონდო სამი მნიშვნელობით შეიძლება შევხვდეს, ნიშნავს ფონს, ნიშნავს უკანა მხარეს და ნიშნავს სიღრმეს. ეს კომენტარი ახლა ვნახე ესპანეთის დარბაზები ჯობს თუ ჩვენიო და დადებით და უარყოფითი მხარეები რო გვითხრაო და ძალიან საინტერესო იქნება და განვიხილოთ. პირველი მე რაც შევამჩნიე კომენტარებიდან ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე ფასები, ამიტომ დავიწყებ ფასებით. დარბაზი, რომელშიც მივედით მე და პატა, აი რა გითხრათ, დაახლოებით, ზუსტად არა თქმა უნდა და იდენტური არა რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით არის სნეპის მსგავსი დარბაზი.
ნუ აი დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ და ერთი თვის ღირებულება არის 27 евро. ჩვენ აბონემენტი შევიძინეთ დაახლოებით 24 იანვარს თუ სწორად მახსოვს და პირველი თვე იყო უფასო, იმიტომ რომ ეგეთი აქცია ჰქონდათ, უნდათ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა, რაღაცა წამახალისებელი აქცია იყო და პირველი თვე იყო აბსოლუტურად უფასო, ანუ რომ დაიწყო ვარჯიში შეხედო დარბაზს თუ მოგეწონება და თუ დაამუღებ, ასე ვთქვათ, მერე შეგიძლია დარჩე. დარბაზს აქვს მეორე აბონემენტიც, ის ღირს თუ არ ვცდები 43 თუ 45 евро და განსხვავება ის არის, რომ იმ აბონემენტში შედის ჯგუფური ვარჯიშები. ისევე როგორც საქართველოში არის პილატესი, აერობიკა, სტეპ აერობიკა, ფუნქციონალური ვარჯიშები და ასე შემდეგ. ამ ვარჯიშებს აქვს თავისი გრაფიკი, კვირაში 3 ჯერ არის თუ არ ვცდები კონკრეტულ საათებზე და ვისაც უნდა დასწრება, უნდა აიღოს ის 43 ევროს ღირებულების აბონემენტი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ დარბაზის განხილვაზე. სტანდარტული სტილი არის, სტანდარტული მოწყობა, ის რაც ყველგან მინახავს ხოლმე, ჩვეულებრივ სატრენაჟერო სივრცე არის. სტანდარტული კარდიო სივრცე, სადაც არის სარბენი ბილიკები, ველოსიპედები, თხილამურები, კიბეები, თავისუფალი წონების სივრცე, სადაც შეგიძლია გააკეთო ნებისმიერი ვარჯიში თავისუფალი წონებით, გაწელვებისთვის გამოყოფილი სივრცე, სადაც შეგიძლია გაწელვებით გააკეთო და პრესის ვარჯიშებით, ნუ რაც გინდა რომ გააკეთო მატზე. განსხვავება ამ შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ, ერთი რაც უკვე გაჩვენეთ ვიდეოს საშუალებით, რაც ძალიან მომეწონა, ეგ არის პოუზინგის ოთახი. ეგ მარტო ბოდიბილდერებისთვის არ არის, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ შევიდეს და კონტენტი გადაიღოს, რა ვიცი, ფოტოები გადაიღოს, ვიდეოები, აი ძალიან კარგი საშუალება არის. ეგ არის მართლა კონტენტ კრეატორის სამოთხე. მე მაგალითად ერთი სული მაქვს ახლა როდის ვიყიდი შტატივს, იმიტომ რომ მაგ ოთახში გამოვა საოცარი კონტენტი და დღესაც ვიყავით შესულები ამ ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით წითელი ბუშტები ეყარა, რომელსაც ჰქონდა გულის ფორმები, კიდე რაღაცა შეჯიბრი დაანონსეს წყვილებისთვის და რა ვიცი, აი განწყობა არის შექმნილი რა. სხვა კიდე რა არის განსხვავება, ხო, ერთი ოთახი არის, სადაც ძალიან დიდი მასაჟორი სკამი დგას. მე ვერ გავუგე, არ ვიცი როგორ ფუნქციონირებს, სიმართლე გითხრათ და არ ვიცი ფასიანია თუ უფასო, ვერ გეტყვით. ასევე დარბაზში დგას ტექნოჯიმის დანადგარი, ესეც გაჩვენეთ, არაერთი ვიდეო მაქვს გადაღებული, ყაზახეთში რო ვიყავი, იქაც ვნახე და მაგაზე რო დგები, ანუ აგწონის ზუსტად რა წონა ხარ და მე რაღაცებს გეუბნება. ეს რა თქმა უნდა არ არის 100% სიზუსტით, თუმცა აი მაინც სასიამოვნოა შენს თავზე უფრო მეტ ინფორმაციას რო იგებ. შეიძლება ზუსტს არა, მაგრამ მაინც კარგია. სულ არაობას ჯობია. კიდევ რა გავიხსენო, რა არის განსხვავებული? ხო, ის წვენების აპარატი, რაც ასევე გაჩვენეთ. ანუ, როდესაც შედიხარ დარბაზში, არ გაქვს ბარათი რა. ჩვენთან ძირითადად საქართველოში ხო იყო საბარათე სისტემა, რომ ბარათს ატარებ და შედიხარ. აქ არის აპლიკაცია, რომელშიც გაქვს QR კოდი. ამ QR-ს ასკანერებ და შედიხარ. ხო და აი ამ აპარატთანაც მაგ QR-ს ასკანერებ. მერე არის 6 არომატი თუ 5 არომატი, რომელსაც გინდა ირჩევ, არის დაბალკალორიული სასმელი, შაქრის გარეშე, ჩამოგისხამს და ეგ არის. ერთჯერადად გეკუთვნის, ერთი დღის მანძილზე. სხვა კიდე რა არის განსხვავებული პირობითად, რა შეიძლება გითხრათ? მე მგონი აღარაფერი. ტრენაჟერები ჩვეულებრივ სტანდარტულად არის ტექნოჯიმის, ძირითადად კარგ მდგომარეობაში არის, თუმცა იყო ხოლმე ეგეთი შემთხვევები, რომ წყობრიდან იყო გამოსული და მერე შესაკეთებლად მოიყვანეს ვიღაცები და რავი. გასახდენით სტანდარტული არის, ჩვეულებრივი ზომის კარადები არც ძალიან პატარა, არც ძალიან დიდი, არ აქვს ჩამკეტები კარადებს, თუ გინდა რომ შენი კარადა ჩაკეტო, აუცილებლად უნდა შეიძინო ბოქლომი და მე უკვე ვიყიდე ულამაზესი ვარდისფერი ბოქლომი, თუმცა კარგი იქნებოდა რომ ჩამკეტი ჰქონდეს. განათება მე ამ დარბაზის არ მომწონს, თუმცა ვერ გეტყვით რომ ეს ესპანურ დარბაზებს ახასიათებთ, უშუალოდ ამ დარბაზს ახასიათებს, იმიტომ რომ სხვა დარბაზებიც ვნახეთ და ის ჩვეულებრივ ნათელია. ჩვენი დარბაზი რაც შევამჩნია, იმიტომ რომ სხვა ფილიალებიც ვნახე და განზრახ არჩევენ ისეთ ადგილს, რომელიც არის უფანჯრო, რომ დარბაზი იყოს სიბნელეში. და ამ სიბნელეში აქვთ წერტილოვანი განათებები და ეგ კი ძალიან კარგია ზოგიერთ ტრენაჟერს ძალიან მაგრად ურტყამს და კონტენტის შექმნისთვის საოცარია, მაგრამ ძალიან ბევრი ტრენაჟერი საერთოდ სიბნელეში ხვდება და ანუ რაღაცნაირად ისე ხარ რა სიბნელეში ვარჯიშობ. და რო გინდა რომ გადავყო შენს თავს, ანუ ვერაფერს ვერ იზავ, მაშინ შენი რინგ ლაითით უნდა წახვიდე დარბაზში. რავი, ეხლა ძალიან დიდი დისკომფორტიც არ არის ეგ. მასეთ დარბაზში მუშაობა არის დისკომფორტი, მე მიმუშავია უფანჯრო დარბაზში და ძალიან რთულია მუშაობა, აი ურთულესი. მელატონინი გამომუშავდება და გამუდმებით გეძინება რა და განწყობაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, მაგრამ როგორც ესეთი ვარჯიში სასიამოვნოა რაღაცნაირად გარე სამყაროს განწყვიტავს და მეტი შემართებით ხარ. სხვა ისეთი არაფერი განსხვავება არ არის, სიმართლე რომ გითხრათ, თითქმის ერთი და იგივეა. მთავარი განსხვავება რაც არის, ეგ არის მომხმარებლებში და იმ ადამიანებში, ვინც დადის დარბაზში. მე რასაც უყურებ, აქ აბსოლუტურად ყველა დადის დარბაზში. ოღონდ პრიორიტეტი აქვთ ის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ანუ მაინც და მაინც ჯანმრთელობა და რაღაცა არა, უნდათ რომ კარგად გამოიყურებოდნენ. ყველა ვარჯიშობს, დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, არ ვიცი, ყველა ვარჯიშობს.
არიან ძალიან თავისუფლები, რაც მე ძალიან მომწონს და ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელია, მაგრამ მე ძალიან კარგად გრძნობ ესეთ გარემოში თავს. აი მაგალითად ჩაცმის კუთხით აბსოლუტურად ყველას ის აცვია, რაც უსწორდებათ, რაც მოსწონთ, რაშიც თავს გრძნობენ კომფორტულად. აი ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ რა თავისუფლად არიან და თან არავინ არავის არ უყურებს. აი მოვიდა დარბაზში ვიღაცა და ყველა ეგრეა აბსოლუტურად. აქვს გასაკეთებელი რავი ზურგი ფეხი რაც აქვს გასაკეთებელი, გააკეთებს რავი ფოტოები უნდა, ვიდეოები უნდა გადაიღებს, რაც უნდა აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, მიიღებს აბსოლუტურად მაქსიმალურ სიამოვნებას, არავის ზედ არ შეხედავს და მიდის სახლში. აი ეს ტიპები არიან ესენი. თან ანუ ასაკის მიხედვით არ არის რა, ეგ ყველა არის თავისუფლად აბსოლუტურად. აი ჩვენთან მაგალითად ძალიან ხშირად შემიმჩნევია, რომ თუ 40, 45, 50 წელს გადაცილებული ქალი ჩაიცვამს ხოლმე რაღაცა ისეთ ელასტიკს ან რაღაცა ისე მომდგარს, ხშირად მოდის კომენტარები, რომ აი შენ უკვე დედა ხარ და შენ უკვე ცოლი ხარ და მეტი. აი აქ ეგეთი რაღაცა საერთოდ არის, ანუ ასაკი საერთოდ ფეხებზე კიდიათ. ანუ პირობითად ვიღაც ქალი შეიძლება მოვიდეს დარბაზში შუახნის, ერთი გიგინა აქეთ ჰქონდეს, ერთი გიგინა აქეთ, რაღაცა ძალიან ჭრელი ეცვას, full face მაკიაჟი ჰქონდეს, უდიდესი საყურეები ჰქონდეს და აბსოლუტურად არავინ არ შეხედავს ზედა, ის საერთოდ არ აინტერესებთ. მაგისი ცხოვრება არის, რაც უნდა იმას უზავს, როგორც უნდა ისე მოიქცევა და ეგეც ძალიან კომფორტულია ჩემთვის. ძალიან მომწონს, რომ აი ესე საკუთარ თავზე ორიენტირებული ხალხი არა. არ არსებობს, აი ზედმეტად თვალებში თუ არ მოეჭხირე და აი ესე თუ არ უქნიე ხელი რომ ნახე შემამჩნიე, საერთოდ არავის არ აინტერესებს. დამოკიდებულება მე რასაც უყურებ, კარგი აქვთ ერთმანეთის მიმართაც და უცხოელების მიმართაც. ეხლა ჩვენ ისეთ უბანში ვცხოვრობთ, რომ ყველა გვამჩნევს, რომ აქაურები არ ვართ და ისეც გამოვიყურებით ашკარად მაგათგან გავსხვავდებით. თუმცა არაფერი უხეშობა და ისეთი არ მიგრძნია. პირიქით, აი ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართაც და ბატას მიმართაც. აი პიკის საათებში მაგალითად ეგეთი მომენტიც ყოფილა, რომ ერთ კონკრეტულ ტრენაჟერს ხო აკეთებს და შენ მეორეს აკეთებ რა და მაგალითად ორივეს ერთი სეტი დაგრჩა და უეჭველი შემოგთავაზებს, რომ ეხლა მეც რომ მორჩები, მოდი ერთმანეთს გავუცვალოთ, იმიტომ რომ სხვაგან ადგილი არ არის და ერთმანეთს შევუწყოთ ხელი და აი ეგეთი ტიპები არიან რა. თუ კითხავ რამდენი სეტი დარჩა, შეიძლება შემოგთავაზოს, რომ მოდი ერთად გავაკეთოთ, ანუ რაღაცნაირი ისეთი ტიპები არ არის, ძალიან უშუალოები არიან, აი ძალიან ერთმანეთს ძალიან თავისუფლად ელაპარაკებიან, შენს ისე დაგელაპარაკებიან, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობდეთ და აი ძალიან უკომპლექსოები არიან რა. რაც მაგალითად არ მომწონს ხოლმე დარბაზში და შევცვლიდი, ძალიან უყვართ ლაპარაკი, ძალიან და როდესაც წყვილებში დადიან ან სამნი არიან, ძალიან დიდხანს ლაპარაკობენ ხოლმე და თან ერთმანეთს ეცვლებიან, თან ჭორაობენ, თან ის ვიღაცაზე უყვება, ეს რაღაცაზე უყვება და აი უფრო განსატვირთ სივრცედაც გადააქცევენ ხოლმე ამ დარბაზს, რაც რეალურად უნდა იყოს დარბაზი აუცილებლად, მაგრამ ვიღაცა რო არის შეზღუდული დროით მოსული, მერე დისკომფორტი ექმნება რა და აი მან ცოტა ზედმეტი მოდის ხოლმე, მაგრამ თუ ეტყვი რომ პირობითად გელოდები დააჩქარებენ მაგ პროცესს, მაგრამ თუ არ უთხარი, უეჭველი გააგრძელებენ და შეიძლება აი საერთოდ ყველაფერზე ილაპარაკონ, მაგრამ 1 საათი დაიკავონ ტრენაჟორი. კიდევ პირობითად რაც არ მომწონს, ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია დარბაზში, აი ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია, რა დროსაც არ უნდა მიხვიდე და მაგაზე არ ვიცი მართლა რა უნდა ქნა, მართლა ალბათ ძალიან დილით ადრე უნდა მიხვიდე, რომ ყველა ტრენაჟორი თავისუფალი დაგხვდეს. მე ზოგადად ისეთი ტიპი ვარ, რომ თუ ტრენაჟორი არ მხვდება თავისუფალი, მე ყველაფერს მოვიფიქრებ იმისთვის, რომ რაღაცა ალტერნატიული ვერსია შევქმნო და კიდე კაი ეგ შესაძლებლობა მაქვს, რაღაცაში გამომადგა ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ აქ სხვანაირად ვერ ივარჯიშებ. დღეს მაგალითად მქონდა ფეხებისა და საჯდომის დღე და ბულგარული ჩაჯდომები რო ვერ გავაკეთე, ბოლოს იცით რაზე გავაკეთე? ანუ ფეხის ჩამოსადები არ იყო დარბაზში, წარმოიდგინეთ, ფეხის ჩამოსადები არ იყო, რომელზეც უკანა ფეხს დავდებდი. და ეს ჩემი ჰანტელი წონა მივიტანე კიბესთან, კიბე ჩვეულებრივი ტრენაჟორი და აი ამ კიბის საფეხურზე ჩამოვდე ფეხი და ისე გავაკეთე ბულგარულები. ხო, აი რაღაცა ეგეთი უნდა მოიფიქრო, თორე შანსი არ გაქვს. სხვა ეხლა როგორ ვარჯიშობენ და რას აკეთებენ და როგორ ფორმაში არიან, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ დაგაინტერესებთ, ეს ვიდეო 10 წუთამდე ავიდა უკვე და აქ ვეღარ მოვასწრებთ. აქ დავასრულებ მეგობრებო დღევანდელი ვლოგის გადაღებას. ჯერჯერობით სხვა აპდეიტები არ არის, ან საბუთებთან, ან სამსახურთან დაკავშირებით, ისევ მოლოდინის პროცესში ვართ და რაზე შემიძლია მოგცეთ აპდეიტი, ხო? ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე რომ მეკითხებით ხოლმე კომენტარებში, მაგაზე მინდა გითხრათ, რომ უკეთესობისკენ არის ყველაფერი შეცვლილი. აღარ მაქვს პირობითად ის პანიკური შიშები, რაც მქონდა ხოლმე ბოლო პერიოდში საქართველოში. ის აზრები, რომ აი ყველაფერი იცვლება უარესობისკენ, ვაიმე ღმერთო რა უნდა ვქნათ, ჩვენ ყველანი დავიხოცებით და აი ესეთ რაღაცა ძალიან უარყოფითი ფიქრები და აზრები, რაც მომდიოდა ხოლმე, აღარ მომდის. ასევე შიშები
და ყველაფერი რა, რაც ჩემ თავში ტრიალებდა ხოლმე. ეგ მაგ ყველაფრის სიმძაფრე ძალიან კლებულობს რა. ვერ გეტყვით რომ ბოლომდე გამქრალია, მაგრამ ძალიან მოიკლო და აი დაუშვიდდი რაღაცნაირად. დავწყნარდი. და ხო, ეხლა ბევრად უკეთესი მენტალური მდგომარეობა მაქვს, ვიდრე წამოსვლამდე. ვაკვირდები ძალიან ელემენტარულ რაღაცებს. ალბათ აქ რო სხვა არავინ არ აკვირდება, ეგეთ რაღაცებს ვაკვირდები, აი პირობითად აფთიაქში მომიწია რამდენიმე კვირის წინ შესვლა და ძალიან აქტიური საათი იყო, ძალიან აქტიურ ადგილას არის ის აფთიაქი და ჩემს მეტი წარმოიდგინეთ იმ მომენტში მომხმარებელი არავინ არ იყო. და მაგის მერე ყოველჯერ, როდესაც გავვლი ხოლმე, მაგ აფთიაქსაც ვუყურებ და სხვა აფთიაქებსაც, რასაც დღის მანძილზე დავინახავ ხოლმე და რო ვხედავ, რომ მომხმარებელი თითქმის არ ჰყავთ და რო ვხედავ, რომ ეს ხალხი ნაკლებად ავადობს, ნაკლებად აქვთ იმის პრობლემა, პირობითად თუ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა ექნებათ, რომ იქ აბი და მედიკამენტი იყიდონ, აი ეგეთი ელემენტარული რაღაცები ჩემზე ახდენს ძალიან დადებით გავლენას. ხო, აი მაგ მხრივ ნამდვილად დადებითი ცვლილება არის რა. ვაკვირდები როგორ ცხოვრობს ხალხი და აი ძალიან დიდი ასაკის ხალხსაც რო ხედავ ხოლმე რომ ბარებში ჩვეულებრივად არიან გამომსხდრები და ჭორაობენ და კისკისებენ და ან ცხოვრობენ რა, ეს არსებობა არ არის, რასაც მე აქ ვხედავ. ეს არის ცხოვრება. და აი რო ცხოვრობენ რაღაცნაირად ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე რა. იმ გაჭირვებისა და იმ ყველაფრის მერე რასაც ვუყურებდი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ თუ რაიმე აპდეიტი შემიძლია რომ გავაკეთო, მენტალურად აშკარად უკეთესად ვარ და ნელ-ნელა мотивაციაც მიბრუნდება. ხო, ჯერჯერობით სხვა ისეთი არაფერი აპდეიტი არ არის. მადლობა რომ მიყურეთ და თუ არ ხართ უკვე არხის გამომწერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.